სამი დავიდა. ოპ გადმოიქცა და ვინახე რომ გადმოიქცა. დღეს ჩვენ ერთმანეთს შევადარებ BMW F30, 320 და Alfa Romeo Giulias. მანამდე ჩემი არხი გამოიწერეთ და დავიწყოთ. ცოტა ცუდი ამინდით დაგვემთხვა, იმიტომ რომ ძალიან ცივა და წვიმს არა ნამქერია რაღაცნაირი და თან მახათაზე ძალიან სიცივია და გავიყინეთ. დავიწყოთ BMW-ით, იქიდან გამომდინარე BMW საქართველოში ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა უფრო ბევრი მაყურებელი ყავს და პირველი ეს იყო მაინც აქტუალური რა საქართველოში. F30-ის ვიზუალი თქვენ იცით რომ მე მომწონს რა აქ დასაწოდე. კონკრეტულად ეს ავტომობილი არის B48 ძრავით, აქ უკვე აღარ გვაქვს N-სერია, თუმცა თენზალებში განსხვავება არ არის. აქაც გვაქვს 248 ცხენის სალა. მაგრამ stage თუ ჩაწერთ, საკმაოდ ცხენების ამოღება შეგიძლიათ. ხა BMW-ზე საქართველოში ცხენები რა პრობლემაა. მარტივად გადავიარეთ გარე ვიზუალი, იმიტომ რომ ეს ვიზუალი არის უკვე გადაცვეთილი ვიზუალი. ამაზე ვლაპარაკობთ უკვე 2012 წლიდან საქართველოში აქტუალურად და ყველამ ვიცით რომ ძალიან ლამაზია, აღარ უნდა ამას ვლაპარაკი. მოდი ახლა შიგნით გადავიდეთ. საკმაოდ დახვეწილია აქაურობა, ვიზუალურად რომ შეხედავ ლამაზი არის. საჭე გვაქვს რა თქმა უნდა M პაკეტი, M-ის საჭეები რაც არის F სერიებში გავრცელებული. ახლა ამაზე ძალიან ბევრი დამიშვებთ, იმიტომ რომ ეს საჭე ძალიან ბევრს მოგწონთ და მეც ძალიან მომწონს. ლამაზია, ნამდვილად ძალიან ლამაზია, მაგრამ ცოტა დიდია. მე მგონია რომ ეს საჭე ცოტა გამაზის როლებით არის. ხო რა, დიდია რა. სამწუხაროდ მაგ ფაქტს ვერ გავექცევი. აქაურობას ვიზუალურად რომ შეხედავ ლამაზია, ვის გვინდა ჩვენ რომ შევადაროთ. კი ბატონო, Toyota-სთან და Hyundai-სთან შედარებით კარგი ხარისხი არის. თუმცა ის არ არის, რასაც მიჩვეული ვარ BMW-ების მესამე სერიების წინა თაობებში. ან ვამბობ 90, 92, 46, 36 აღარ წავალ ხა ის სხვა საერთოდ სხვა დანარჩენი აი აქ იგივე სიდებილია რაც წინაწლოვანებებში 2012-დან მოყოლებული ზაფხულში რო დნება და ხელზე რო გეყრობა და პლასტინი რო არის შეგიძლია ბავშვი გაართო რაღაცები გამოძერწოს ოღონდ მე ვეღარ გარიცხავ იმ ბავშვს სავარძლები ამ ავტომობილს აქ აი ეს მრავალფუნქციური ასე ვთქვათ ნორმალური ხარისხის ცუდი ნამდვილად არ არის თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს ავტომობილები უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომი და იაფია ამ პირობებისთვის კი ბატონო ძალიან კარგ რაღაცებს თავეზობენ რაც შეეხება სივრცეს რა თქმა უნდა მესამე სერიები შედარებით მომცრო ზომის არის მე-5, მე-7, მე-6 და სხვა სერიებს შორის, თუმცა აქაც ძალიან პატარა სივრცეა რომ თქვა ნამდვილად არ არის, ჩემთვის ყოველდღიურ ავტომობილად გამოდგება, იმიტომ რომ ჩემი ზომის ადამიანის შვენიერი არის, ამაზე დიდი სივრცე არ მჭირდება, დათოსთვის დისკომფორტი იქნება ყოველდღიურად აქ ჩაჯდომა და ამით მიგზავნო. რაც შეეხება დეშბორდს, აქ უკვე ცოტა სხვანაირი დეშბორდი გვაქვს, aftermarket-ი არის, ქარხნულად ყოველ შემთხვევაში ესენი მე არ მინახავს და რაც გავიკითხე, არც აქვს ზოგადად ქარხნულად ესეთი დეშბორდები, მაგრამ საქართველოში ამის მეპატრონეს ეს არ დაუყენებია, ამერიკიდანვე ჩამოყვა ასე. ლამაზია, ცუდი ნამდვილად არ არის, განსხვავებულია და არც ძალიან გადატვირთული არ არის. მულტიმედია იგივე გვაქვს, ოდნავ რაღაცეები არის შეცვლილი, მაგრამ დიდად განსაკუთრებულად რო გითხრათ რაიმე არის თქო არა. ხო, აი ეს ინტერფეისი არის ცოტა შეცვლილი რაღაცეებში. 8HP გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძალიან მაგარია და ჩემი აზრით მხოლოდ ამ კოლოფის გამო ღირს ამ ავტომობილის ყიდვა, იმიტომ რომ შეგიძლია მოიღო და ნებისმიერ ავტომობილში, სპორტულ ავტომობილში ჩადო და ტრეკისთვის გამოიყენო, უმაგრესი კოლოფია. მოკლედ, ერთი შეხედვით, ვიზუალი არის აი ასეთი საჭესთან რომ მზიხარ. ნამდვილად ლამაზია, ნამდვილად დახვეწილია, ვერაფერს ვერ დაუწუნებ ესე, როდესაც შეხედავ. მოდი გადავიდეთ ისევ გარეთ ამ მხარეზე, იმიტომ რომ ამ ავტომობილს კონკრეტულად ამ ავტომობილს არ უყენია ქარხნული F30-ის რაღაცები, ხა მაგალითად სატორმოძე სისტემა უყენია იმ პერფორმანსის წინათ უკანაც და აქაც გვაქვს უკანაც LED ფარები. კაი, ახლა გადავიდეთ Alfa Romeo პიცა და რამე მაკარონები. რაც შეეხება ჩვენს Alfa Romeo Giulias, მაპატიეთ ბევშვიკება, მეც ბევშვიკება, მაგრამ ეს მანქანა უფრო მომწონს ვიზუალურად. ძალიან ლამაზი და დახვეწილი. ვიზუალურად რო ავიღოთ, შეიძლება ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით Giulia ისეთივე მრავალრიცხოვანი არ არის საქართველოში, როგორც F30 და შეიძლება რომ უკვე ადამიანებს F30-ის ვიზუალი ცოტა ყელში გვაქვს ამოსული, იმიტომ რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ და მაგანაც განაპირობა, რომ ამ ორ მანქანას რო შევხედავ, მე პირადად Giulia უფრო მომწონს ვიზუალურად, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ დახვეწილი ავტომობილია ძალიან დახვეწილი ფორმებით. იტალიური სტილი იგრძნობა ნამდვილად, თვითონ ეს Alfa-ს წითელიც არის ულამაზესი. კონკრეტულად ამ ავტომობილს კაპოტზე და ჭერზე აქვს გადაკრული კარბონის ეფექტი. ნუ მის მეპატრონეს ასე მოწონს, ვიღაცებს მოწონთ ორფეხში ავტომობილი, ვიღაცებს სადა ურჩევნით. მე ტყუპები ვარ ზოდიაქოთი და არ ვიცი, ხანის მომწონს ხან ეს. დისკებს რაც შეეხება, გვაქვს Alfa-ს საკულტო დისკები, რაც რო შეხედავთ
შევხედავთ, ეგრევე მიხვდებით, რომ ალფაა და ალფას დისკებია. უკანაც ეს ავტომობილი ძალიან ლამაზია. მომრგვალებული ფორმები აქვს და ეს მომრგვალებული ფორმები პირადად ჩემი გემოვნებისთვის იშვიათია, რომ მომრგვალებულმა ფორმებმა რაღაცა ცოტა ისეთი უხეში ვიზუალი შექმნან. აი, მაინც წახნაგოვან ფორმებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას, როდესაც მით უმეტეს სპორტულ მანქანაზე მიდგება საუბარი. მაგრამ, ალფაში რაღაცნაირად მოახერხეს, რომ ამ ავტომობილს მომრგვალებული ფორმებით აქვს რაღაცა ცოტა მოსპორტულო იერი და ძალიან მომწონს ეკვალობ. აი, ახლა გადავიდეთ სალონს. აი, ულამაზესი სალონი აქვს. ეს წითელი ფერიც ძალიან ეფექტურია. შავთან მიმართებაში ხო საერთოდ ეფექტურია. ძალიან დახვეწილი და გამოყვანილი ფორმები აქვს. აი, ეს აქედან ესე რომ მოდის ტორპედო, აქ მონიტორი ესე ლამაზად არის ჩაშენებული. აი, აქ ეს კარბონისის გადადის. აქაც ესე ძალიან ლამაზია მოკლედ რა, არ ვიცი, კონკრეტულად რას გაუსვა ხაზი, იმდენად ლამაზია ეს ყველაფერი. სავარძლებს რაც შეეხება არის ძალიან კომფორტული, ძალიან კარგად ვზივარ. სპორტული ტიპის არის, უფრო თითქოს ჩემ ტანზე ისე მოერგო ეს სავარძლები, რომ რაღაცა აი კარგ სპორტულ ავტომობილში ვზივარ კარგი სავარძლებით და ეგეც ძალიან მომწონს. აი ამ კონკრეტულ ნაწილს რაც შეეხება, არის ძალიან კომფორტული ხელის დასადებად. მისი სიმაღლე ნელ-ნელა ადის ეს სიმაღლე, არ არის ძალიან გამოყოფილი და ხელი ძალიან კომფორტულად იდება. რაც შეეხება საჭეს, ულამაზესი ალფას საჭე. დახვეწილია. ღილაკები ძალიან ლამაზად არის გამოყვანილი და სტარტის ღილაკიც აქ რო არის, აი ძალიან სპორტულობის განცდას ქმნის. ზომაშიც კარგი ზომის საჭი არის და არ არის არც ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა. კონკრეტულად ამ მონაკვეთს რაც შეეხება, ზედმეტად გადატვირთული არ არის. გვაქვს ერთი დიდი ეს გადამრთველი, რომელთაც მულტიმედიას ვმართავთ. აქედანაც არის გადამრთველი. ეს არის უკვე რეჟიმების გადამრთველი და გვაქვს რა თქმა უნდა აქაც 8 HP გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძალიან მაგარია და რა თქმა უნდა ალფაზეც იდეალურად მუშაობს. აი ესეთი ვიზუალი აქვს, როდესაც ზიხარ შეგნით სალონში და ძალიან ლამაზია, მართლა იმ რაღაცნაირი მდიდრული და განსხვავებულია. აქედან ვქოქავთ ავტომობილს. ეს არის უკვე ჩვენი მაჩვენებელთა დაფა. ეს არის უკვე მულტიმედია და აი აქ მაქვს ერთი პატარა მინუსი ნაპოვნი. ნახეთ, ეს ეკრანი ხო მთლიანად მოყვება, მაგრამ თვითონ მულტიმედია, ეკრანი არის მარტო აი ეს. აი აქ. ესენი არის უკვე ჩარჩოები, თავისუფალია და ეს ცოტა თვალში ცუდად გვხვდება, როდესაც აი რაღაცებს აკეთებ და უყურებ. ხო, აი რაღაცნაირი არის, თუმცა ახლა კონკრეტულად ამ ავტომობილში აი აქ გადასვლები ისი არის, გრადიენტები, ასე ვთქვათ, ჩვენ რასაც ვეძახით, გადასვლები, რომ არ აღიქმება ძალიან უხეშად. მით უმეტეს კამერაში ახლა საერთოდ არ ჩანს ჩათვალეთ. რეალობაში უფრო არის აი აქ ზოლები გამოკვეთილი, მაგრამ არ გაწუხებს. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ავტომობილში ეს არის 2018 წლიანი და ამ კონკრეტულ ავტომობილში ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი გაკეთებული. მაგრამ ვისურვებდი რომ ცოტა სხვანაირად ჩაემონტაჟებინათ ეს მონიტორი. ალბათ რა ვიცი, მოხერხდებოდა ცოტა სხვანაირი რომ ყოფილიყო. დანარჩენი ყველაფერი არის ჩემთვის პირადად იდეალური. ულამაზესი აქაურობა. კარგი, ახლა ავხადოთ ძრავსახური, კაპოტს ხო არ ვიტყვი, ალბათ მე დამიწერთ რომ ქართული სიტყვები იხმა. კაი, გვაქვს აქ ტურბინიანი ძრავი, რა თქმა უნდა, ისი გამოიყურება ალფას ძრავი. არის აქ ადგილი, ცოტა დიდი ძრავი რო გასვაპო, არ არის მაგაში პრობლემა. გვაქვს აქ დატოვებული, არის აქ ევასწავეთი, ჩაიდგება კარგად. დანარჩენი რა ვიცი, ძრავია, მეგობრებო, 4 ცილინდრიანი 2-0 ტურბინირებული ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 285 ცხენის ძალას. ეგ გამიკვირდა, როდესაც ინფორმაციას ვივიძიებდი ამ ავტომობილზე, გამიკვირდა, რომ 2-0 ძრავიდან ალფა რომეოს ქონდა ამოღებული 285 ცხენის ძალა. მაშინ როცა B48 ძრავებზე F სერიებში BMW-ს ისევ 255 ცხენის ძალა, ცოტა უცნაურად მეჩვენა ეგ ყველაფერი, მაგრამ ნუ კარგია. უკვე ხო იცით მე როგორი მოყვარული ვარ იტალიური სულის, ფერარის, აგანის და მაინც ვერ გამკითხავთ. მე ვიცი რომ BMW-ში ტიკები ვერ გამკითხავთ. აი ამისია ეს მომწონს. ნახე ალფაზე ხო იყო ის რაღაც რა უნდა ეძებოდა გამოწევა, ორჯერ გამოწევა ამ სალონიდან და პირდაპირ ახტი ეს კარგია. ძრავი თითქმის თავდება წინა შაბურავის შუა ცენტრთან. ნუ 20 არის. რაც ძალიან კარგია ტონის გადანაწილების მხრივ. თუმცა ამ მანქანას საშინელი მართლობა აქვს. ძალიან. მაგაზე ვიმერე ვილაპარაკოთ. ჩემ მეგობრებო, შესაძლებელი არის რომ ამ ავტომობილებს ახლა საერთოდ ტყუილად ვიღებთ. ტყუილად არ ვიღებთ, მე პირადად რა თქმა უნდა საინტერესოა ეს ავტომობილები, მაგრამ შეიძლება სულ ტყუილად ვაქებთ უკვე და სულ ტყუილად გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ რა კაი ავტომობილებია, იმიტომ რომ თუ 1 აპრილიდან ძალაში შევიდა ის კანონი, რომელიც ითქვა, რომ 6 წელზე დიდი ავტომობილის ჩამოყვანის საშუალება აღარ გვექნება, მაშინ ეს საოცარი ავტომობილები უკან მოგვრჩება და მოგვიწევს რომ ვიყიდოთ წელში გაწყვეტილი ელანდრები, რომელიც შუაზე იქნება გადახლეჩილი. აი ეს პრიუსები კიდევ. ნახე ხა, პლეისმენტი ნახე. მოგვიწევს რომ ვიყიდოთ შუაზე გაწყვეტილი ელანდრები და პრიუსები. შუაზე გაწყვეტილი იმიტომ რომ 2020-21-იანი და 22-იანი რომ ვიყიდოთ იაფ ფასში
დაახლოებით ესენი როგორც გვიჭდებოდა, მაშინ ძალიან დამტრაული უნდა ვიყიდოთ. თუმცა არ არის პრობლემა, შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ და მის შეკეთებაში ქარუ დაგეხმარებათ. გამოიძახოთ ავტო ასისტენტი ქარუს აპლიკაციიდან, რომელიც წაიყვანს თქვენს ავტომობილს და შეუძლია რომ ორი სხვადასხვა ავტომობილი გადააკეროს ერთმანეთს, არც ეგ არ იქნება პრობლემა თქვენ თუ ეს გენდობებათ. ამიტომ მაგ ფაქტს არ შეუშინდეთ და ისევ ავტომოყვარულები ვიმტვრევთ თავს ამ კანონს. ნიკამ 1.20.000 კიდე არ უნდა გადამიხადოს ამისთვის. მაგარი პლეისმენტი გავუკეთ. წავიდეთ ახლა გავიარეთ ამ ავტომობილებით, თუმცა სანამ გავავლეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი არხის პარტნიორი არის Connect, რომელსაც აქვს უმაღლესი დონის საწვავი საქართველოში და უკვე 140 სადგურზე მეტი აქვს საქართველოს მასშტაბით. ასევე გამოიწერეთ Connect-ის არხი, იმიტომ რომ იქ მე ვუძღვები პოდკასტს, სადაც მიყავს ძალიან საინტერესო სტუმრები. პირველი სტუმარი იყო ნოდარ სვაინძე, ნოდო ჯითის სახელით ცნობილი. მეორე სტუმარი იყო ძმაკაცი, შემდეგი სტუმარი იქნება ირაკლი შალიკაშვილი და ეგეც ძალიან მაგარი პოდკასტი გამოვიდა, ამიტომ აუცილებლად ეგ არხით გამოიწერეთ და დაელოდეთ ვიდეოს, მანამდე წინა ვიდეოებს უყურეთ. ბევრი შემეცნებითი რაღაცა იყო იქ ნასაუბრები. წავით ახლა გავიაროთ ამ ავტომობილს, ჯერ BMW-ი გავიაროთ, მერე Alfa-ი გავიაროთ და მერე წავიდეთ ტრეკზე და რა თქმა უნდა 400 მეტრზე დავაყენოთ ეს ავტომობილები. სუბუქად სამართავია, კი ბატონო, ვერ დავუკარგავ, თუმცა არის საკმაოდ ხმაურიანი. მის იზოლაცია არც თუ ისე კარგი აქვს და 4-ვე საბურავის ხმა მესმის, დრავის ხმა შემოდის. ეხლა ამ ყველაფერს იმიტომ აქცევ ყურადღებას, რომ მართლა ობიექტური ხომ უნდა ვიყო. ხო, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ესეთ რაღაცებს რა თულაპარაკობს, რა სისულელია. შეიძლება ადამიანები ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევენ და ვერც კი ხვდებიან, რომ მათ მანქანებს აი ასეთი ხმები შეიძლება რომ გქონდეს. რაც მომდოს, იმასაც ვიძახი. ეკონომიურია, გამძლეა, კომფორტულია. ეს ავტომობილი დგას ქარხნულ ამორტიზატორებზე, თუმცა ზამბარები უყენია სპორტული. ფლატკარ კომბინაციას ვერ ქმნის ეგ ყველაფერი. თუმცა იცით რომ მე მყავდა ქარხნული F30, რომელსაც არ ქონდა საერთოდ სახარბიელო დაკიდება. ყოველდღურად გამოსაყენებელი ავტომობილია, რომელიც კარგად გამოიყურება ვიზუალურად, არის ეკონომიური, არის გამძლე. შეგიძლია იყიდო ძალიან ხელმისაწვდომ ფასში, ყავდეს ძალიან ლამაზი ვიზუალის მქონე ავტომობილი, რომელიც მართლა კარგად გამოიყურება. რა თქმა უნდა, საწარმო მატერიალები არც თუ ისე კარგი აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ავტომობილის მომხმარებელი ვინც არის, იმას ეს ყველაფერი დიდად დისკომფორტს არ უქმნის. გადმოვინაცვლეთ Alfa Romeo-ში. მინდა გითხრათ, რომ მე ჩვეულებრივ Alfa Romeo Giulia არ მყავს გატარებული. ერთხელ მართე Quadrifoglio, Giulia Quadrifoglio დათოს გადაღების დროს. მართლა ძალიან მაგარი ავტომობილი არის რეალურად, ძალიან სწრაფი და ისეთი სპორტული რა ძალიან კარგი ავტომობილია Quadrifoglio, მაგრამ ჩვეულებრივი Giulia 2.0 არ მიტარებია არასდროს. ზუსტად ვიცი, მართლა ვიცი BMW-ს მოყვარულები როგორი ადამიანები არიან, იმიტომ რომ მეც BMW-ს მოყვარული ვარ მართლა და მაგ ხალხს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან ეწყნებათ და მაპატიეთ, მაგრამ აი უკვე რო ჩავჯექი, ხმის იზოლაცია, ყველაფერი შეკრულობა ბევრად უკეთესი აქვს. საჭის მექანიზმიც კი ბევრად რაღაცნაირი smooth არის. საერთოდ გვერდებიდან ხმა ნაკლებად შემოდის, რო ვთქვა, რომ სრულიად არ შემოდის რაღაც არა. აი, ეხა ერთადერთი რაც შემოდის, უკან მიდგას მარშრუტკა და იმის ტრახ-ტრახ, ხო, ძალიან ძველი მარშრუტკა. არც ზრავიდან არ მოდის ხმა, არც საბურავებიდან არ მოდის ხმა. ერთადერთი რაც არის, თითქოს ცოტა უხეშია იმასთან შედარებით, F-სერიესთან შედარებით, თითქოს ცოტა აი გრუბს რასაც ვეძახით ჩვენ, ეგეთი გრუბია, მაგრამ ისეთია რა, აი სპორტულობის განცდას რო გაძლევს, მაგის სიგრუბე. პროსტა ეს აა როგორ გავთიშო ავტომატურად ის რო არის, ნერვებს მშლის ყველა მანქანაზე. საჭი ძალიან კარგი ზომის აქვს და სავარძლები აქვს ძალიან მაგარი. ეხლა ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ამ ავტომობილების აი ესე უბრალოდ სიარულზე. წავიდეთ ახლა რუსთავში, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ავტომობილები დრაგზე დავაყენო. რადგან შეიძლება თქვას რომ რა დასაყენებელია დრაგზე ახლა ეს ავტომობილები 4 ცილინდრიანები, მაგრამ არა, რატო არა? და ასევე უნდა ჩავატაროთ ჩემი უშაქრო კოკაკოლის ტესტი, რა თქმა უნდა. წინაზე რაც ჩავატარეთ Camry-ზე და F-ზე, იგივე უნდა გავიმეოროთ, აქაც ვნახოთ უგზაობაზე, რომელს უფრო კარგი დაკიდება აქვს და რომელი უფრო სტაბილურია. მე მოვიფიქრე უშაქრო კოკაკოლის ტესტი. მაგრამ სპონსორებად თუ გნებავთ რომ უშაქრო კოკაკოლის ნაცვლად აქ თქვენი სასმელი იყოს, აუცილებლად მოვწერეთ Instagram-ზე, Messenger-ზე, Facebook page-ზე, TikTok-ზეც შეგიძლიათ. მოკლედ ვინმე შეხმიანება თუ გინდა შემეხმიანებით რა. მოვედით უკვე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, მე ვზივარ F30-ში, იმიტომ რომ ნაკლები ცხენები აქვს და ნაკლები წონა გადმოვიტანეთ აქეთ დათოზის Alfa Romeo-ზე. დათავ. 1 2 3 ისრიალე ნახევარი გვერდულად ვიარე. რა სიდებელია. ბუქსავს? აი, ივანა ზანოში ვიდექი მოვდიოდ ესე მოყვებოდი. მე აუშვი გავსწორდი და გადავრთე მეორეში. კაროჩე ეს ტროიკები რა, იმენა
ტრაქს იქნებენ სერიოზულად რა. 1 2 3 კენჭია ისმიდა. მაღალ ბრუნებზე და მაღალ სიჩქარეზე BMW აგზელებს სიარულს სტაბილურად რა, ანუ აჩქარება საკმაოდ კარგი აქვს და ამის 80 ცხენი, ანუ 280 ცხენი მაღლებზე აღარ იგზნობა საერთოდ. ძალიან გვესწრებს. მეტი რა გინდა? ჩვენ გვაქვს უშაქრო კოკაკოლის ტესტი. ანუ გვაქვს ისე ჩვეულებრივი ჭიქა, რომელიც არის დანიშნული. ეხლა ამას დავდებთ BMW-ს სახურავზე. გაივლის BMW გზოვებას და შემდგომ იგივე შევამოწმებთ ალფაზე და ვნახავთ, რომელს უფრო ასე ვთქვათ, სტაბილური მართვა აქვს. ხო? სტაბილური მართვა აქვს. აი, გადმოიქცა, დავინახე რომ გადმოიქცა. მაგრამ ჯერჯერობით დგას. ყოჩოხ, ყოჩოხ. всё. წინაშე იმაზე შედარებას დაიწერა კომენტარები, რომ ერთი და იგივე სიჩქარით არისო და ასე შემდეგ. სუსტად ერთი და იგივე სიჩქარით დადის ხალხი. ანუ არანაირი ინტერესი არ მაქვს არც ერთი ავტომობილის მიმართ. არავინ არ მიხდეს ფულს, რომც მიხდნენ, მაინც არ მაქვს არანაირი ინტერესი. წავიდა. ოპ. მაგრად გადარჩა. იმენა წაქცევას გადარჩა ძალიან მაგრად. ჩუ კიდე აი ზუსტად იქ ჩამოვარდა ზუსტად სადაც ვენა. ხო. ეგ არის რომ შევაჯამოთ ამ ორი ავტომობილიდან მე პირადად ახლა რომ მქონდეს ის რეალობა რომ უნდა ვიყიდო ავტომობილი და რაღაც კონკრეტული ბიუჯეტი მქონდეს სადაც ეს ორი ავტომობილი მომდის მე პირადად ავირჩევდი ალფას ალბათ იმიტომ რომ უკვე F30-ის გამოცდილება მაქვს ეს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არის ასე თქვენ შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცას ითხოვდეთ ავტომობილისგან ამიტომ ჩემი იმით არ შეაფასოთ მე უბრალოდ გაჩვენეთ რაღაცები რაც შეიძლება რომ დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში მადლობა რომ მიყურებდით და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი გააქტიურეთ ზარისღელკი რაც ხდება მოკლედ YouTube-ზე რა რო შედიხარ და ხსეწერ ყველაფერი ქენით მოკლედ გამოიწერეთ იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცები გელოდებათ წინ და 50000 გამოწერთ ვაპირებ ძალიან მაგარი რაღაცას რომელსაც ჯერ არ ვიტყვი მაგრამ ვიტყვი 20000 გამოწერს ხო 20000 გამოწერს და ვიტყვი. დროებით